მოგესალმებით მეგობრებო. ბოლო დღეებში შეხვდა უამრავი პოსტი, უამრავი კომენტარი ილიასა და კეიჯის ჯგუფთან დაკავშირებით და სამწუხაროდ მე ვერ დავინახე ვერც ერთი სპორტული ექიმის კომპეტენტური ანალიზი დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ სწორედ ჩავთვალე აუცილებლად, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მესაუბრა. ამ ვიდეოში ვაპირებ აგიხსნათ რა არის დოპინგი, რომელზეც რა თქმა უნდა ზოგადად წარმოდგენა აქვს ყველა ადამიანს, მაგრამ ფიზიოლოგიურ დონეზე აგიხსნით რას აკეთებს დოპინგი, რა ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში და რატო ხდება ადამიანი, ასე ვთქვათ, სუპერმენი. და რა უპირატესობებს აძლევს დოპინგი მოწინააღმდეგესთან შედარებით. ვისაც რა თქმა უნდა გამოყენებული აქვს ეს მეთოდი. ვისაც აინტერესებს კეიჯის ჰქონდა თუ არა გამოყენებული დოპინგი, აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო ბოლომდე. საკმაოდ დიდი ზომის ვიდეოა. მაგრამ არ დაიზაროთ და აუცილებლად უყურეთ ბოლომდე, იმიტომ რომ შევეცდები არასამედიცინო ენაზე ავხსნა ყოველი წვრილმანი, ყოველი დეტალი და მე დასკვნები შეგიძლიათ თავად გამოიტანოთ. ჩვენ ბრძოლიდან ყველას გვახსოვს ის მომენტი, როცა კეიჯი ეცემა და რაც პირველ რიგში თვალებში ესე აშკარად ხდება ადამიანს, ეს არის მისი ზედმეტად გაყვეთლებული ფეხის გულები. ეხლა ვიღაცას გონია, რომ ეს რაღაცა შემთხვევითობა, ვიღაცას გონია, რომ ესეთი რაღაცები უბრალოდ შეიძლება ამთხრვა, ან შუქს და განათებას აბრალებს, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით, ეს არის ძალიან ძლიერი დოპინგის ზემოქმედების შედეგი. თუ რატო იწვევს ეს ყველაფერი ამ სიყვდილეს, ამასაც აიხსნით დეტალებში. თავდაპირველად მინდა ავხსნათ თუ რას წარმოადგენს დოპინგი, როგორც წესი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს აკრძალული მეთოდი გამოიყენოს, იყენებს კომბინირებულ მეთოდს. ანუ ახდენს როგორც სისხლის გადასხმას, ასევე იყენებს პრეპარატებს. იმიტომ რომ მხოლოდ სისხლის გადასხმით ის ეფექტი არ მიიღება და მხოლოდ პრეპარატის შეყვანითაც არ მიიღება ის ეფექტი, როგორც ამორის კომბინირებით ხდება. ეხლა რა ბუსტს აძლევს ადამიანს სისხლის გადასხმა? ეს არ არის ჩვეულებრივი სისხლის გადასხმა, რასაც დოპინგს უწოდებენ. ამ დროს ადამიანის მომზადება ხდება დაახლოებით თვე-თვენახევრით ადრე. მას ამოუღებენ სისხლს ორგანიზმიდან გარკვეული ოდენობით და ხდება ამ სისხლის დაკონსერვება. ორგანიზმი ამ დანაკლის, რა თქმა უნდა, ერთი თვის მანძილზე აღიდგენს და ის როდესაც ჭირდება ორგანიზმს, ასე ვთქვათ, ზე ფიზიკური აქტიურობა, ამ დროს გადაისხამენ აი ამ ადრე ამოღებულ სისხლს და ორგანიზმში ჩნდება იმაზე მეტი რაოდენობის სისხლი, ვიდრე ფიზიოლოგიურად ადამიანს გააჩნია. ეხლა მთავარი აქ რა არის, რომ როდესაც ხდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ამ დროს საქმეში ერთვება სიმპათიკური ნერვული სისტემა. შევეცდები ხა მარტივად ავხსნა, ანუ თავის ტვინიდან გამომავალი ნერვები, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია კუნთებთან, ამ სისტემას ეწოდება სიმპათიკური სისტემა. და ამ სისტემის აქტიურობა არის დამოკიდებული სხვადასხვა ფაქტორზე. ერთ-ერთი ჰორმონი, რომელიც ამ სისტემის, ასე ვთქვათ, მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ყველას გაგვიგია, ყველას გვესმის, ეს არის ადრენალინი, რომელიც გამოიყოფა თითქმის და ჯირკვლის მიერ. ადრენალინი ასაკეთებს ორგანიზმში უკაცრავად. ახდენს სიზარღვების შევიწროებას, ზრდის წნევას,
აჩქარებს გულის რიტმს, რითიც იზრდება ცირკულირებადი სისხლის მოძრაობის სიჩქარე. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ როდესაც გუნდი განსაკუთრებით დატვირთულია, მას სჭირდება გაცილებით მეტი რაოდენობით ჟანგბადი, მას სჭირდება, რომ გაცილებით უფრო დიდი რაოდენობით მოხდეს წარმოქმნილი ნახშირორჯანგის გამოტანა და იქ სხვა დაშლის პროდუქტების, რომელიც ხელს უშლის შემდეგში უკვე გუნდის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამიტომ აჩქარებული, ასე ვთქვათ, სისხლის მიმოქცევა არის ამ დროს აუცილებელი. ეხლა წარმოიდგინეთ, როცა ფიზიოლოგიური ჩვეულებრივი სტანდარტული ფიზიოლოგიური პროცესია, ვთქვათ, ადამიანი მიდის დღეში და შემოხდა მგელი, ხო? რა ხდება ამ დროს, ხო? ჩვეულებრივი რეფლექსის დონეზე წამის მიათეთში გამოიტყორცნება ადრენალინი, მყისიერად ხდება წნევის მომატება, ადამიანი ვარდება ეიფორიაში, ღებულობს რაღაც დიდ ენერგიას, რომ აი გაიქცეს და რაღაცით უშველოს თავს. ეს არის ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური რეფლექსური მომენტი. იგივე ხდება დაახლოებით ჭუბის დროსაც, როცა მებრძოლები გამოდიან, მათ გამოეყოფათ ეს ფიზიოლოგიურად რა თქმა უნდა დიდი რაოდენობით ადრენალინი, მომატებულია წნევა, ტონუსში იმყოფებიან და სწორედ ეს აძლევს საშუალებას გაძლონ 4 რაუნდი, 5 რაუნდი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იღლება ადამიანი, კოლოსალური ენერგია იხარჯება ამ პროცესში, მაგრამ როდესაც ადამიანს დამატებითი სისხლი აქვს გადასხმული, ეს მას აძლევს ძალიან დიდ ბუშტს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ საშუალოდ 5 ლიტრი სისხლი დაახლოებით 70-75 კილოგრამი წონის ადამიანს საშუალოდ აქვს 5 ლიტრი სისხლი და 5 ლიტრის ნაცვლად გონდეს 6 ლიტრი, ხო? რას ნიშნავს ხა ეს ყველაფერი? ესე იგი, დაახლოებით 20%-ით გაზრდილ სისხლის მოცულობას, რაც ნიშნავს, რომ ბევრად უფრო მეტი რაოდენობის ჟანგბადი მიეწოდება გუნდებს, ბევრად უფრო მეტი რაოდენობის სისხლი გაივლის მომუშავე გუნდებში, რაც ასევე უზრუნველყოფს, რომ გუნდებიდან მოხდება ამ დაშლის პროდუქტების ნახშირორჯანგის გამოტანა და აღდგება მისი ფუნქცია და აღდგება მისი გადაღლა დროზე ადრე. იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს ფიზიოლოგიურად მოხდებოდა. ასე რომ გადასხმული სისხლი ასრულებს ასე ვთქვათ სუპერ ბუსტის ფუნქციას, მაგრამ მხოლოდ სისხლის გადასხმა არ გაძლევს მაინც იმ სასურველ ეფექტს, რაც გინდა რომ დოპინგის შედეგად მიიღო. ამისათვის აუცილებელია გამოიყენოს სპეციფიკური პრეპარატები. ერთ-ერთი ალბათ ყველაზე გავრცელებული პრეპარატი ამფეტამინი, ეფედრინი და ასე შემდეგ უამრავი არსებობს, რომელსაც იყენებენ ამ დროს და ეს პრეპარატები ორგანიზმში ასრულებს თითქმის იგივე ფუნქციას, რასაც აკეთებს ადრენალინი. ანუ გარედან შეყავს ხელოვნურად ქიმიური ნივთიერება, რომელიც შენ ორგანიზმში უკვე არსებულ ადრენალინს ემატება და ფუნქციურად აძლიერებს და ასრულებს იგივე ფუნქციას ორგანიზმში. ის იწვევს ეიფორიულ განწყობას, ადამიანი არის ეიფორიაში, გონია რომ თავს გადადგამს, საშინელ ძალის მოზღვევებას გრძნობს და ეს არ არის მხოლოდ შეგრძნება, ის რეალურად დაისახება მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე. ეს პრეპარატი მნიშვნელოვნად სწევს დაბლა ტკივილის შეგრძნებას, ამ დროს ადამიანი თითქმის არ გრძნობს ტკივილს და რა თქმა უნდა გადასხმული სისხლი პლუს პრეპარატის მოქმედება მას აძლევს კოლოსალურ უპირატესობას მოწინააღმდეგესთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ არის ეს ყველაფერი აკრძალული და ითვლება, რომ ესეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს სპორტში, იმიტომ რომ არ არის fair play-ის პრინციპი. არ არის ეს ჯანმრთელობისთვის კარგი, თუ ვინმე გონია, რომ ეხლა ვინც ხშირად იყენებს დოპინგს, ეს მისი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არა, პირიქით უდიდესი დატვირთვა ხდება გულის, გადატვირთვა ხდება უпростоრედ ზედმეტი სისხლით, ზედმეტი ჰორმონებით და ის ადამიანები, ვინც ხშირად მიმართავენ დოპინგს, როგორც წესი, ნაადრევად უდგებათ გულის უმარისობის პრობლემა, მაგრამ ეს სხვა საკითხი ხამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას, ისე დაუბრუნდეთ გეიჯის გავრცელებულ ფეხის გულებს. რა ხდება ამ დროს?
რატო ხდება ფეხის გულების გაყოფილება დოპინგის დროს? როდესაც ორგანიზმში გადაისხამ შენსავე წინასწარ გამზადებულ სისხლს, საერთოდ სისხლის უჯრედები ერითროციტები დაახლოებით ფიზიოლოგიურად ცოცხლობენ 100-120 დღე. ამის შემდეგ ხდება მათი დაშლა ღვიძლში. მათ შემადგენლობაში შემავალი ცილა ჰემოგლობინიც იშლება, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ბილირუბინი. და ეს სწორედ ბილირუბინი აძლევს კანს მოყვითალო შეფერილობას. ყველა ხსმენია ხო, არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც ხდება ადამიანის გაყვითლება. ღვიძლის დაავადებების დროს სხვადასხვა მექანიზმი არსებობს ამის. მაგრამ დოპინგის დროს, როდესაც ხდება გაყვითლება, ამის მექანიზმი არის შემდეგი. გადასხმული სისხლი რაც არ უნდა კარგად შეინახო, სისხლის უჯრედები უფრო მალე ამ დაკონსერვებული სისხლის უჯრედები იმაზე უფრო ადრე იშლება, ვიდრე ორგანიზმში არსებული სისხლის უჯრედები. ანუ მათი ლაიფსპენი არ არის 120 დღე, ანუ ბევრად უფრო ნაკლებია. ის გადასხმის მომენტში სისხლი თავის ფუნქციას, როცა ადამიანი თქვათ დაიჭრება, დიდი რაოდენობით სისხლის გაარკვევს ოპერაციის დროს და გადასხმა ხდება, ეს გადასხმული სისხლის უჯრედები საკმარისია რამდენიმე დღის განმავლობაში ცირკულაციისთვის და რო შეავსოს ადამიანში ეს დანაკლისი, ამის შემდეგ ისინი იშლება, მაგრამ ორგანიზმი უკვე ასწრებს საკუთარ წარმოქმნას და ამ თავის ფუნქციას ერთი სიტყვით ასრულებს ეს გადასხმული სისხლი. და ამ დროს, როდესაც დოპინგის დროს ადამიანი ისხამს, კონკრეტული ბრძოლისთვის ეს საკმარისია, რა თქმა უნდა, მაგრამ მალე იწყებს ეს გადასხმული სისხლის დაშლას და ანუ ბევრი რო არ გავაგრძელო, ღვიძლში იმაზე მეტი რაოდენობის ბილირუბინის წარმოქმნა ხდება, ვიდრე ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურ პროცესში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ დონის სიყვითლეს ეს მაინც არ იწვევს. ძირითადი მიზეზი, რამაც გააღვიძლა კეიჯის ფეხის გულები, არის ზუსტად ამფეტამინის ეფექტი. ის ძალიან ტოქსიკურია ღვიძლისთვის და ხდება ნაღვლის, ასე იგი, გამოყოფის შეფერხება. და სწორედ იმიტომ, რომ ნაღველით ხდება სწორედ ბილირუბინის გამოყოფა, იქ შეჩერდება თითქმის დაგროვილი ბილირუბინის არ უნდა წავიდეს, ისევ სისხლის მიმოქცევის სისტემაში ბრუნდება უკან, ხო? რადგან ნაღვლიდან ვერ ხდება გამოყოფა, ცირკულირებს სისხლში და მისი რაოდენობა მატულობს და ეს იწვევს ზუსტად იმ გაყვითლებულ კანს. თუმცა, მოდი ერთ რამესაც გავუსვათ ახლა აქ ხაზი. მხოლოდ ფეხის გულებზე ეს რა თქმა უნდა არ აისახება, თვალის სკლერებზე და ზოგადად ყველგან კანის ზედაპირზე სიყვითლე ჩნდება, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი UFC-ში არ გავჭირდებოდათ ამის დამალვა, უამრავი ასე ვთქვათ, ქალბატონებს კარგად მოეხსნათ ტონალურები და 1000 საშუალებები არსებობს განზე დასასმელად, რომელთა შეგიძლიათ ნებისმიერ ფერზე დააყენო კანი. ასე რომ მათ ადვილად შეეძლოთ სხეული, ასე ვთქვათ, კამუფლიაჟი გაეკეთებინა და დაეფარათ სიყვითლე. გეიჯის იმდენად წვრილი თვალები აქვს, რომ მის სკლერებში არავინ არ ჩაგახედებდა. ვიდეოც მე რაც ნახე, თუნდაც ინტერვიუს, ზოგიერთ ინტერვიუში სხვადასხვა კეპი ახურავს, ზოგან ქუდი ახურავს და აი თვალები თითქმის არ უჩანს ამ ადამიანს, მანდა ხარ ამის შემჩნევა ფაქტობრივად შეუძლებელია. და აი ერთადერთი ადგილი, რომლის ასე ვთქვათ, დამალვა იყო აბსოლუტურად შეუძლებელი, იმიტომ რომ ადამიანი აბიჯებს და იგი რაც არ უნდა წაუსვა, მოშორდება ყველაფერი და მაინც გამოჩნდება ეს ფეხის გულები. და ყველამ დავინახეთ. მე ხა დავურთავ რამდენიმე სურათს ამ ვიდეოს, სადაც კარგად ჩანს თუ რა ჭირს კეიჯის ფეხის გულებს, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მისი სხვა ბრძოლები და დააგვერდით ფეხის გულებს სხვა ბრძოლებში, იგი აბსოლუტურად ჩვეულებრივი შეფერილობა აქვს ამ ადამიანის ტერფებს. ერთადერთი ბრძოლა, სადაც მას უსაშველოდ გაყვითლებული ფეხის გულები, ეს იყო სწორედ ილიასთან. შემთხვევით, როგორც ექიმისთვის, არანაირი კითხვა არ ჩნდება იმასთან დაკავშირებით, ქონდა თუ არა მას დოპინგი. მას რა თქმა უნდა, ქონდა დოპინგი გამოყენებული. UFC ამერიკული ორგანიზაცია, თან ამერიკის თავისუფლების 250 წელი, ტრამპი ესწრება, ტრამპის დაბადების დღეა და მეინ კარდი
თავარი ორთაბრძოლა, ეხა ამერიკელი ხდება ვიღაც არა ამერიკელს, ეს უკვე პრესტიჟის საკითხი იყო ხალხო. ეს არ მომხდარა მხოლოდ UFC-ს დონეზე, რომ იქ ხა დოპინგ კონტროლზე პასუხისმგებელი ხალხი ორი გაეჩუმებინათ, ხოლო ამ დონეზე არ მომხდარა ეს ყველაფერი, აქ სპეცსამსახურებიც იყო ჩართული. და მოკლედ გაუჩალიჩეს ერთი სიტყვით ილიას რა. შესაძლოა თვითონაც ხდება ამ ყველაფერს, მინდა აუცილებლად გამოეხმაურო ასევე მერაბის კომენტარს. მერაბ ძმაო, როგორც ილია, ასევე შენს სასწაულად ვიყვარხართ, ჩვენი საამაყო ბიჭები ხართ, შემოგელოთ ჩემი თავი, მაგრამ ვერაფრით ვერ დაგეთანხმები იმ განცნობებაში, სადაც ამბობ, რომ ჭუბია და ყველაფერი ხდება. კი ბატონო, ჭუბში ყველაფერი ხდება, მაგრამ დოპინგია რა. და ესე რადიკალური განცხადება, რომ იქ არაფერი არ იყო გამოყენებული, ყოველ შემთხვევაში კონტექსტი ესეთი დავინახე მე შენს კომენტარში. არ შეიძლება ეს რადიკალური განცხადების გაკეთება. რა თქმა უნდა, იქ კომენტარებში რომ გითხულობ ხოლმე, გაყიდა ილიამ და რაღაც ფული აიღო ვიღაცამ და აშინა და 1000 სისულელეები, რა თქმა უნდა, საუბარი ზედმეტი ამ ყველაფერზე. ილია არანაირად არ გაყიდიდა ამ შეხვედრას. პრინციპის საკითხი იყო და მისი პიროვნებიდან გამომდინარე ის ამას არ გააკეთებდა არანაირ თანხად. არც დაშინილი არ არის რომ ვიღაცამ დააშინოს ან დაემუქროს ამ მეთოდითაც ვირავინ ვერ გავიდოდა ფონს, მაგრამ ერთი რაც ნამდვილად დანამდვილებით გააკეთეს, ეს იყო რომ გეიჯი გაჭრიპეს დოპინგით. მას მიეცა კოლოსალური შესაძლებლობები. ეხლა ერთი მომენტი მინდა კიდე ავხსნა. რა ხდება, როდესაც ადამიანი ღვიძლის არეში ღებულობს დარტყმას. გითხარით თავიდანვე, რომ ადამიანის ორგანიზმში ნერვული სისტემა პირობითად შეგვიძლია გავყოთ ორ ნაწილად, ეს არის სიმპათიკური და პარასიმპათიკური. პარასიმპათიკურს მიეკუთვნება ცდომილი ნერვი. ეს ნერვი არის პასუხისმგებელი ყველა ორგანოს ინერვაციაზე. ანუ თავის ტვინიდან იმპულსები ჩვენს ნებისმიერ ორგანომდე მიდის სწორედ ცდომილი ნერვის გავლით. და თავიანთი ფუნქციებით ეს ორი სისტემა არის ურთიერთსაწინააღმდეგო. როდესაც აქტიურია სიმპათიკური სისტემა, ამ დროს გარკვეულწილად ითრგუნება ცდომილი ნერვის მოქმედება და როდესაც ცდომილი ნერვია გააქტიურებული, ეს ავტომატურად თრგუნავს სიმპათიკურ სისტემას. აი ადამიანი როცა არის მოსვენებელ მდგომარეობაში, აი წამოწოლილი ვართ რაღაც შეძლო სიტყვაზე, ამ დროს სიმპათიკური სისტემა არ არის დატვირთული, ის არის მოდუნებული და უფრო გააქტიურებულია ცდომილი ნერვი და პირიქით. როდესაც ადამიანს აქვს მძიმე ფიზიკური დატვირთვა, ამ დროს შედარებით შენელებულია ცდომილი ნერვის აქტივობა და გააქტიურებულია, რა თქმა უნდა, კუნთები და სიმპათიკური სისტემა. ეხლა ადამიანი, როდესაც ღებულობს ღვიძლში უძლიერეს დარტყმას, ამ დროს ღვიძლი არ არის მთავარი. ზოგს გონია, რომ ღვიძლი იწვევს ადამიანის წარმოქმნილი ტკივილი გათიშვას. სინამდვილეში ღვიძლი აქ არაფერ შუაში არ არის, ღვიძლში ადამიანს საერთოდ არ აქვს ტკივილის რეცეპტორები, ღვიძლსა და კუჭს შორის მოთავსებულია ერთ-ერთი მთავარი ზონა ცდომილი ნერვის, რომელსაც მზის წნული ეწოდება და სწორედ ამ ზონაზე ძლიერი მექანიკური ზემოქმედება იწვევს ძალიან დიდი რაოდენობით იმპულსის წარმოქმნას, ანუ გაღიზიანებას. ეს დიდი რაოდენობით წარმოქმნილი იმპულსი ავტომატურად ახდენს სიმპათიკური სისტემის გათიშვას. ანუ სიმპათიკური სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია კუნთების ტონუსზე, კუნთების მოქმედებაზე, მათი სიძლიერეზე და ასე შემდეგ, მომენტალურად ითრგუნება ან ითიშება და სწორედ ამიტომ ვერ დგება ადამიანი, როდესაც ღვიძლში მოხდება ასე ვთქვათ, ძლიერად, იმდენად ძლიერი იმპულსი წარმოიქმნება ცდომილი ნერვისგან, რომ ის თიშავს სიმპათიკურ სისტემას იმდენად, რომ აი ფეხზე დგომისათვის აუცილებელი ტვინიდან წამოსული იმპულსებიც კი ითიშება და ვერ დგება ადამიანი ფეხზე და ეცემა. ეს არ არის შეგნებული საქციელი, რა თქმა უნდა,
ადამიანს სულაც არ სურს ამ მომენტში რომ წაიქცეს. უბრალოდ იმდენად ძლიერია ეს ეფექტი, რომ ძალაუნებურად ეცემა. იმდენად სუსტი იმპულსი მოდის twin-დან, რომ კუნთები ვეღარ ახდენს ორგანიზმის ფიქსირებას ვერტიკალურ დუმოლებაში და ადამიანი ეცემა. ეხლა რა მოხდა გეიჯის შემთხვევაში? გეიჯის სუფთად ხვდება ილიას მარცხენა, შეგვიძლია ეს მომენტი მილიონჯერ ვნახოთ და მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ამფეტამინით არის გაჭყიპილი, მიუხედავად ყველაფერისა, იმდენად ძლიერი დარტყმა ილიას, რომ მაინც ითიშება. ეხლა ამფეტამინი რას აკეთებს ორგანიზმში? ეფედრინი არ აქვს შურონების ფერმაზე ამოყენებულია. ესე იგი, ცდომილი ნერვის მოქმედება ძალიან რგუნავს და ზრდის სიმპათიკური სისტემის ეფექტურობას. იმდენად ძლიერი ეფექტია ამ პრეპარატს, რომ რაც არ უნდა, ესე იგი, ტკივილის გამოწამოქმნილი იმპულსები წამოვიდეს ცდომილი ნერვიდან twin-ისკენ, ხო? ამას გადასწონის ხოლმე როგორც წესი, იმდენად დიდი რაოდენობით ესე იგი ადრენალინი და პლუს ეფედრინი თუ ამფეტამინი თუ რაც არის გამოყენებული, იმდენად დიდ ეფექტს ექმნის სიმპათიკური სისტემის სასარგებლოდ. მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ილიას დარტყმა, რომ მაინც მოახდინა მისი გათიშვა. ნოკდაუნი გვახსოვს, როცა ეცემა გეიჯი, მაგრამ ეს არ არის ამ მომენტში მთავარი. მთავარია რამდენად სწრაფად აღიდგენს გეიჯი ამის შემდეგ მის ძალებს. ფიზიოლოგიურად, როდესაც არ არის გამოყენებული დოპინგი, ღვიძლში უძლიერესი დარტყმის შემდეგ, რომ დაუბრუნდეს სიმპათიკური სისტემა ამ დარტყმამდე არსებულ ტონუსს და ძალას, მას ჭირდება ფიზიოლოგიურად ყოველგვარი დოპინგის გარეშე ჭირდება 5-დან 10 წუთამდე. ჩვენ გვახსოვს ახლა მერაბის რო ხდება იანის ფეხი ღვიძლში, აი თითქმის რამდენიმე წუთით მერაბი წყობრიდან გამოიყვანა მაგ დარტყმა. თუ უყურებს ამ ვიდეოს, თვითონაც დამეთანხმება და რა ხდება გეიჯის შემთხვევაში? გეიჯის ხდება უძლიერესი დარტყმა ილიასი, ერთი სუფთად ხდება ღვიძლში, მეორეც მოხდა იქამდე, მაგრამ ცოტა დაშორებით, კარგი არ აქვს მაგას მნიშვნელობა, ერთი ხდება სუფთად და გეიჯი იკეცება. ამის შემდეგ ეგ მიდის ჭიდაობა და გადიან შესვენებაზე. სულ 2 წუთი, დაახლოებით 1 წუთი გრძელდება ჭიდაობა ილიას და გეიჯის და 1 წუთია შესვენება. და მესამე რაუნდში გეიჯი გამოდის ცხოველივით, თითქოს და საერთოდ არაფერი, მას არაფერი არ მოხვედრია ღვიძლში. ესე 2 წუთში recovery არ ხდება. ეს ფიზიოლოგიურად არის აბსოლუტურად შეუძლებელი. ეხლა ვისაც ესმის მედიცინა, ხო, იმათთვის ეს არის 2x2 4, რომ 2 წუთში ღვიძლში ესეთი უძლიერესი დარტყმის შემდეგ, რომ გახდე ისევ ესეთი სუპერმენი და ენერგიით სავსე, ესეთი რაღაცა ფიზიოლოგიურად არ ხდება. თუ რა თქმა უნდა, აქ არ ჩაერთო პრეპარატები და დოპინგი და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ყველაფერი იმიტომ ახსენი, რომ ჩემთვის არანაირი კითხვა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, ესე გეიჯი იმყოფებოდა თუ არა პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, რა თქმა უნდა იყო. სისხლიც ჰქონდა გადასხმული, კომბინირებულ დოპინგს ჰქონდა ერთი სიტყვით ადგილი. ამას გამოიწვია მისი ესეთი სუპერ ძალა, სუპერ გამძლეობა და საბოლოოდ ამ ყველაფერმა იქონია გავლენა. ამას მე მზად ვარ ნებისმიერთან ვიკამათო კომპეტენტურ ადამიანთან, თუ ვინმე საპირისპირო აზრი აქვს, არანაირი პრობლემა არ მაქვს სამსარგთან დაკავშირებით, მე 1,000,000% ვარ დარწმუნებული, რომ მას ჰქონდა დოპინგი, მაგრამ ეხლა კიდე რაღაც ვარაუდები მინდა გამოთქვა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია, ჩემი აზრია და ამ დანარჩენთან დაკავშირებით ვეაფერს ვერ დავიჩემებ, მაგრამ ძალიან საეჭვო მომენტები იყო ამ ბრძოლაში. პირველ რიგში ხაზი უნდა გაუსვა ილიას ძალიან შენელებულ რეაქციებს. მოვა ალბათ ამისით, რომ ეხა ამერიკაში ილია და ალბათ იქიდან რამე განცხადების გაკეთება არ იქნება სწორი, რაღაცა პერიოდი უნდა გავიდეს, ალბათ დაუბრუნდეს ესპანეთში, გაანალიზოს ყველაფერი. მე ძალიან არ მომეწონა მისი თვალები
ბრძოლამდე, რა თქმა უნდა, ეს თავდაჯერებულება მას აქვს, მაგრამ აი სახე სხვანაირი ქონდა ადამიანს, აი თითქოს და ადამიანი შედარებით როგორ შეიძლება მოდუნებული იყო ასეთი ბრძოლის წინ, მაგრამ ყველა ბრძოლის დროს რაც კი ილია მინახავს, ხო? აი იყო აბსოლუტურად განსხვავებული და ამ ბრძოლის დროს ილია იყო აბსოლუტურად განსხვავებული. ხა ვიღაცა იქ ოჯახურ პრობლემებს აბრალებს, ფსიქოლოგიურად არ იყო მზად და ასე შემდეგ, რა შეიძლება ამასაც ქონდა თავისი ეფექტი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ რაღაცა სხვა რამეც იყო მან, რომლითაც ილიაზე მოხდა ზემოქმედება. ეხლა თუ სპეცსამსახურები გადაწყვეტენ რაიმეს გაკეთებას, ტექნოლოგიები იმ დონეზეა ასული, რომ აი ისეთი რაღაცები შეიძლება გააკეთო, თანაც კვალიზატორების გარეშე, რომ ამას მილიონი წელი ვერაფერს ვერ გაიგებს. მე არა მაგ ის საუბარი რომ იქ მოწამლეს ამ დონის რისკზე მან არავინ არ წავიდოდა, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ეს ყველაფერი შეჩნდება. მაგრამ არსებობს მეთოდები, რომელიც შეიძლება გამოიყენო ადამიანის წინააღმდეგ კონკრეტული შედეგის მისაღებად, მაგალითად მაღალი სეშლის ულტრაბგერებით ადამიანის ფოკუსირებული ძალებში დაბომბვა, რომელიც ზუსტად ამ სიმპათიკური სისტემის აქტივობის შენელებას იწვევს. არსებობს ეს სიხშირეები, ეხლა მე ზუსტად კონკრეტულ რა ჰერცებზეა საუბარი მაგაზე არ ვარ, ამ დონის კომპეტენცია არ მაქვს, მაგრამ ის რომ ესეთი ინფორმაცია და ტექნოლოგიები აქვთ, ეს ფაქტია, თან ულტრაბგერის აპარატს ხმა არ აქვს, არცუნი არ აქვს, სადღაც მოათავსებ, კონკრეტულ ზონაზე მოახდენ ფოკუსირებას და ეს თავის საქმეზე გააკეთებს. ეს ჩემი ვარაუდია, ამით არავის არაფერს არ უთკიცებ, განსხვავებით დოპინგთან დაკავშირებით, რაც თქვი მაგაზე ყოველ სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი, ხოლო რაც შეეხება ეხლა სხვა დანარჩენს, ეს არის უბრალოდ ჩემი ვარაუდი, არავის არ ვახვევ, ჩემ აზრს ვიღაცა შეუძლია დამეთანხმოს, ვიღაცა შეუძლია არ დამეთანხმოს, მაგრამ მე ძალიან უცნაურად მომეჩვენა თვითონ ილიას ძალიან შენელებული რეაქციები. თითქმის ყველა დარტყმა გაატარა, რაც არ უნდა გაეტარებინა. მეორე საკითხი არის ის, რომ პირველივე რაუნდში მას თვალბუდის არეში უჩნდება ისეთი დაზიანებები, რომელიც პირველ რაუნდში მე რასაც დავაკვირდი, გეიჯის რამე ძლიერი დარტყმა არ განუხორციელდა, იყო ჯებები, რა თქმა უნდა, პირდაპირ, რომ მე თქო რაღაც დისტანციაზე დატოვო, მაგრამ ამ დონის დაზიანება, ეხლა ჯებით მიაყენო ადამიანს, რაღაც ძალიან უცნაურია, მე ის ხელთათმანი და იქ რაღაცა არ ვიცი, ამაზე ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ძალიან ბევრი უცნაურობები იყო, მაგრამ რაზეც თანამდებობებით შემიძლია ადასტურებით ვისაუბრო, ეს არის, რომ გეიჯის კონდა გრძალული პრეპარატი გამოყენებული დოპინგის ზემოქმედების ქვეშ იყო და არ არის გამოიწყული, რომ იქ ილიაზეც რაღაც სხვანაირადაც მოხდა ზემოქმედება, მისი ასე ვთქვათ საბრძოლო შესაძლებლობების დათრგუნა მოხდა სხვადასხვა მეთოდებით და ამ ყველაფრის კომბინირება მოგიყვანა იმ შედეგებამდე, რაც მოხდა და რაც ყველა ვნახეთ. მოკლედ მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა, ვინც უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. არ ვიცი, შევეცადე ამეხსნა თუ რა ხდება ორგანიზმში დოპინგის გამოყენების დროს, თუ რატო ქონდა გეიჯის გამოყენებული დოპინგი და თუ რა იყო ამის დამადასტურებელი ნიშნები, იგივე მისი რაღაც ფანტასტიკური რიკავერი ნოკდაუნის შემდეგ ღვიძლში მოხვედრიდან გაღვეთლებული ფეხის გულები, ეს მარტო ეს ორი არის სრულიად საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანი იყენებს დოპინგს. ილიას უსურვებ გამოჯანმრთელებას და დარწმუნებული ვარ, ის დაბრუნდება ბევრად უფრო ძლიერი და მრავალჯერ გაგვეხარებს თავისი ფანტასტიკური პერფორმანსით. ბედნიერად მეგობრებო, წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას.